ნამდვილი ტრაგედია დონალდ ტრამპისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები დააბრუნებს 166 მილიარდ დოლარს კომპანიებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გადაეხადათ უკანონო ტარიფები, რომლებიც დონალდ ტრამპმა გასულ წელს დააწესა. და ასეთი ამბავი უბრალოდ ააფეთქა საინფორმაციო სივრცე, რადგან დონალდ ტრამპმა თავადაც კი აღიარა, რომ ფულის დაბრუნება ნამდვილად მოუწევთ. დონალდ ტრამპი გაბრაზებული დაესხა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს და საკუთარ რესპუბლიკურ პარტიასაც კი, იმის გამო, რომ არავინ ეცადა ამერიკელი პრეზიდენტის შერცხვენისგან გადარჩენას. თუმცა ტრამპი ამბობს, რომ შეიძლებოდა ცოტა გვერდი აევლოთ კანონისთვის, ასე არ შერთხენილიყვნენ და ახლა 166 მილიარდი დოლარის დაბრუნებაც არ დასჭირდებოდათ. ტრამპმა კი ამერიკულ კომპანიებსაც კი მოუწოდა უარი ეთქვათ კანონიერ კომპენსაციაზე ზარალის გამო, უბრალოდ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ პრეზიდენტი მართალი იყო. და ტრამპი ამ კომპანიებს პირდება, რომ ყოველთვის მადლიერებით გაეხსენებს, რომ მათ ზარალის ანაზღაურება არ მოითხოვეს. მაგრამ რა მოხდა და რატო აღმოჩნდა დონალდ ტრამპის ტარიფები ყველაზე დიდი აფერად, რომლის გამოც აშშ-შენ ახლა 166 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადოს. და ყველაზე მთავარი, რატო არის ეს მხოლოდ დასაწყისი? ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, ხოთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Patchy News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშ, გახსოვთ თუ არა, როგორ აწესებდა გასულ წელს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თამამად ტარიფებს მთელი მსოფლიოს ქვეყნების წინააღმდეგ და გამოაცხადა ეს ეკონომიკურ სასწაულად, რომელიც ამერიკის ბიუჯეტს მილიარდობით და მილიარდობით დოლარით შეავსებდა. და ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები უკან აბრუნებს შეგროვებულ ტარიფებს. ოფიციალურად ცნობილია, რომ ორშაბათიდან 20 აპრილიდან ამერიკული კომპანიები, რომლებმაც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გადაიხადეს, რომლებიც უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო, უკვე შეძლებენ დაიწყონ განაცხადების შეტანა საკუთარი თანხების ანაზღაურებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ პრობლემად მოიხსენია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აიძულებს დააბრუნონ იმპორტის ტარიფები 166 მილიარდი დოლარის ოდენობით და განაცხადა, რომ ეს ფული თითქოს ამერიკის მტრებში ხდებათ. აი დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა ამერიკის მტრებზე, რადგან მასთან კიდევ დაბრუნდებით. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ანუ ტრამპი ამბობს, რომ ეს ფული ამერიკის მტრებში ხდებათ, შემდეგ კი მოუწოდებს კომპანიებს არ მოითხოვონ თანხის ანაზღაურება და ამბობს, რომ მე თქვენ, ანუ მისი ლოგიკით ამერიკის მტრებს, მადლიერებით დაგიმახსოვრებთ. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ტრამპი არ ნებდება და ბოლომდე თავს ირცხვენს. მისი თქმით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თითქოს და აღიარა პრეზიდენტის უფლება ტარიფების შემოღებაზე, მაგრამ მიუთითა, რომ ეს უნდა გაკეთდეს სხვა პროცედურის ფარგლებში. ამიტომ როგორც ტრამპმა აღნიშნა, მთავრობას მოუწევს დააბრუნოს დაახლოებით 166 მილიარდი დოლარის იმპორტის გადასახადი, რომელიც უკვე გადახდილია ბიუჯეტში შტატების გარეთ ყოფი იმპორტიორების მიერ. ეხლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, თუ მოსამართლეები უბრალოდ დაამატებდნენ ვერდიქტში ერთ პატარა ფრაზას იმის შესახებ, რომ ადრე შეგროვებული თანხების დაბრუნება საჭირო არ არის. ამბობს, შეიძლება უბრალოდ გეთქვათ, დიახ, ტარიფები არაკანონიერია, აღარ შევაგროვებთ მათ. მაგრამ, ამბობს, უნდა დაგემატებინათ ერთი წინადადება, რომ რაც უკვე შეგროვებულია, აღარ დავაბრუნებთ. კარგი, გადაწყვეტილება ტარიფებზე არაკანონიერი იყო, მაგრამ მოისმინეთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეხლა ყველას უბრალოდ უნდა დაუბრუნოთ ფული. რა, გაგიჟდით. თუმცა, ეს არ გაკეთებულა. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მაინც მიაღწევს ძველ ან კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებლებს, მაგრამ უკვე უფრო რთული და მძიმე სქემით. მან ასევე გამოთქვა სინანული, რომ უზენაესმა სასამართლომ, როგორც მან თქვა, ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ერთი წინადადებით მოისურვა და შედეგად ფულს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც მისი აზრით აშშ-ს დრულად ეკიდებიან. გახსენებთ, რომ კიდევ 20 თებერვალს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა დონალდ ტრამპის მიერ საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის საფუძველზე იმპორტის გადასახადების შემოღება აღემატება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას. მოსამართლეებმა მაშინ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გადასახადებისა და ტარიფების დაწესების უფლება მხოლოდ აშშ-ს კონგრესს ეკუთვნის. ტრამპმა თავის მხრივ მკაცრად გააკრიტიკა მოსამართლეები, მათ შორის ისინიც, ვინც პირადად დანიშნა, მომხდარ სირცხვილი უწოდა და ამის შემდეგ მაშინვე დაიწყო ომი ირანთან. საბოლოოდ 20 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციამ მაინც გაუშვა ონლაინ პორტალი, სადაც შესაძლებელია გადასახადების ანაზღაურების მოთხოვნის შეტანა. საკითხი იმაშია, რომ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა კითხვა, თუ როგორ უნდა ანაზღაუროს მთავრობამ საბაჟო გადასახადები, რომლებიც გადახდილია საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის შესაბამისად.
თუმცა საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ გასულ თვეში მაინც დაავალა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ანაზღაურების პროცესის დაწყება. პროცედურის მიხედვით კომპანიებს უნდა დაუბრუნონ მათი ფული განაცხადის წარდგენიდან 60-დან 90 დღემდე განმავლობაში. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი. ამერიკის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 4 მარტის მდგომარეობით 320,000-მა იმპორტიორმა გადაიხადა საბაჟო გადასახადები, საერთო ჯამში დაახლოებით 166 მილიარდი დოლარის ოდენობით. ახლა კი ყველა ამ იმპორტიორს ეს თანხა როგორღაც უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. საბაჟო ტვირთის ძირითად ნაწილს, ანუ 90%-ს, როგორც კომპანიები, ასევე რაც მნიშვნელოვანია, მომხმარებლები ატარებდნენ. ჩვეულებრივი მყიდველები, ჩვეულებრივი ამერიკელები. და ეხლა სასამართლოს გადაწყვეტილებით ვალდებულნი არიან დააბრუნონ ფული მომხმარებლებს. ანუ თუნდაც თითოეულ ამერიკელს, ვინც რამეს ყიდულობდა და იხდიდა რამდენიმე ცენტს ან დოლარს საბაჟო გადასახადის სახით, ვალდებულნი არიან მათაც დაუბრუნონ ფული. მაგალითად, კომპანიებმა FedEx-მა და Costco-მ უკვე დაჰპირდნენ თავიანთ კლიენტებს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მაგრამ როგორ მოხდება ეს? ჯერ კიდევ ბოლომდე არავის ესმის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ახლა იმავე კომპანიას FedEx მოუწევს თავისი კლიენტების მილიონობით ოპერაციის გადათვლა, დათვლა რამდენი იქნა გადახდილი უკანონო ტარიფების სახით და შემდეგ როგორღაც ამ თანხის დაბრუნება მილიონობით კლიენტისთვის. როგორ მოხდება ეს საერთოდ არავის ესმის. ახლა კი როგორც ამბობენ ამ ამბის სასაცილო ნაწილი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ კორპორაციებს მოუწოდა უარი თქვან 166 მილიარდი დოლარის ოდენობის საბაჟო გადასახადების დაბრუნების მოთხოვნაზე. და ეს ხუმრობა არ არის. ტრამპმა მართლა სთხოვა კომპანიებს უარი ეთქვათ ფულის დაბრუნებაზე მისი შეცდომის გამო. ხუმრობის გარეშე ტრამპმა განაცხადა, რომ მადლიერებით დაიმახსოვრებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არ მოითხოვენ კომპენსაციას იმ მოსაკრებლებისთვის, რომლებიც ადრე ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო. ის ამბობს: ბიჭებო, უბრალოდ ნუ დაიბრუნებთ თქვენს ფულს და მე მადლობას გეტყვით. აი, მადლობა თქვენ. ამ ეტაპზე ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Apple ან Amazon, ჯერ არ მიუმართავთ გადახდილი თანხების დაბრუნებისთვის. და ახლა ტრამპის თხოვს მათ არც კი შეიტანონ განაცხადი, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უბრალოდ მადლიერებით ახსოვდეთ ისინი. და საბოლოოდ ტრამპმა უბრალოდ გადაწყვიტა ყველას კრიტიკით დასმოდა თავს, რადგან ხედავთ, ვიღაცამ გადაწყვიტა, მისი ნება არ დაემორჩილებინა, ვიღაცამ მისი ქმედებები უკანონოდ მიიჩნია, კიდევაც ითხოვენ ფულის დაბრუნებას. რას აკეთებთ? დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი მოსამართლეების ქცევა უზენაეს სასამართლოში. განაცხადა, რომ დემოკრატები ერთიან ბლოკად აძლევენ ხმას, ხოლო რესპუბლიკელები მუდმივად უთმობენ მათ. შემდეგ მოვიყვან დონალდ ტრამპის ციტატას. როგორ შეიძლება დემოკრატები უკმაყოფილო იყვნენ იმით, თუ როგორ აძლევს ხმას აშშ-ის უზენაესი სასამართლო? დემოკრატი მოსამართლეები ერთად არიან ძებოსავით. ისინი არასდროს გადაუხვევენ დამახინჯებულ და მანკიერ პოლიტიკას. идей и дел, представленных им. ისინი ყოველთვის ჯგუფურად ან ბლოკურად აძლევენ ხმას. რესპუბლიკელი მოსამართლეები ერთად არ არიან. ისინი ისე და ისევ აძლევენ დემოკრატებს გამარჯვებებს, მაგალითად 166 მილიარდი დოლარის ნაღდი ფულის გროვა სრულიად უზარმაზ არის. По решению по тарифам. ზოგი რესპუბლიკელი მოსამართლე უბრალოდ სუსტი, სულელი და ცუდი გახდა. სრულად დაარღვია ის, რისთვისაც თითქოს იბრძოდნენ. 160 მილიარდი დოლარის ტარიფების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ძარცვოდნენ ჩვენს ქვეყანას, უბრალოდ აუხსნელია. ეს სირცხვილი. მათი გადაწყვეტილება ტარიფებზე გახდა უსარგებლო და ძვირადღირებული სილა აშშ-ისთვის და უზარმაზარი გამარჯვება მათი მოწინააღმდეგეებისთვის. ეხლა მინდა ვკითხო დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც კომენტარებს წერს და ამბობს, რომ პეჩი შენ არაფერი გესმის. დონალდ ტრამპი არის აზრის გიგანტი, თანამედროვე ეპოქის უდიდესი პოლიტიკოსი. აი ისინი, ვინც ასეთ გიჟურ კომენტარებს წერენ. როგორ მოგწონთ ასეთი ამბები? მახსოვს, შაშანცებდით, რომ ტრამპი მაგარია ტარიფები შემოიღო. რა თქმა უნდა, ახლა ამერიკა აყოლდება მილიარდებს იშოვის ამ ტარიფებით. ახლა კი უწევთ ამ ტარიფების დაბრუნება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ, ხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას და თვლით, რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი დონატი, ან გახდეთ არხის სპონსორი,
ან კი დააფინანსოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატით. ყველა ბმული და რეკვიზიტი მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლიერი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის და გამოიწერეთ Telegram არხი Patchy News-ი. ბულიც იქვია ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობიანად.